დავიწყებთ ბოლო აწმყო დროის აწმყო სრული განგრძობითი დროის განხილვას. ინგლისურად ქვია present perfect continuous. გავიმეორებ კიდევ ერთხელ ქართულ სახელს აწმყო სრული განგრძობითი დრო. რა არის ეს დრო და რა შემთხვევაში ვიყენებთ? პირველი მთავარი განმარტება ამ დროის არის, როდესაც მოქმედება დაიწყო წარსულში, გაგრძელდა და ახლა ჯერ კიდევ გრძელდება. დავაკვირდეთ მოდი მაგალითს და კიდევ ერთხელ მოუბრუნდები ამის ახსნას. I have been studying for 2 hours. უკვე 2 საათია ვსწავლობ. აქ ზმნის ფორმა არის have been studying. ანუ უკვე მჭირდება 3 სიტყვა რომ ეს დრო ავაგო, რა თქმა უნდა მეოთხეა სუბიექტი. ესე იგი, კიდევ ერთხელ მინდა ამის აღნიშვნა, რომ აწმყო სრულ განგრძობით დროში მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება აწმყოსთან არის კავშირში. ამ წუთშიც გრძელდება, ან ეს არის შეწყდა, მაგრამ მთავარია, რომ გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო, გრძელდებოდა და ისევ გრძელდება, ან ეს არის რაც შეწყდა. ანუ მაქვს აწმყოსთან კავშირი. ანუ როდესაც მინდა ხაზგასმა იმაზე, რამდენი ხანია რაც რაღაცას ვაკეთებ, ვამბობ აი ამ დროში. ან როდესაც მეორე წესსაც ვიტყვით, ბარემ, როდესაც მოქმედება ცოტა ხნის წინ დასრულდა და შედეგიან გავლენა ამ მოქმედების აი ახლაც ჩანს. შევხედოთ მაგალითს, she is tired because she has been working all day. ის დაღლილია, she is tired because რადგან იმიტომ რომ she has been working all day. ის მთელი დღეა რაც მუშაობს. დავაკვირდეთ she has been working all day. all day არის მთელი დღე. ანუ დაიწყო გაკეთება რაღაცის, იმუშავა, ახლაც მუშაობს, ან აი სულ ცოტა ხნის წინ შეწყვიტა, მაგრამ აწმყოსთან კავშირი რატო არის? იმიტომ რომ დაღლილია. ანუ ახლაც დაღლილია, რო არის ეს გამოწვეულია იმ მოქმედებით, რომელიც კარგი ხანია რაც დაიწყო, გრძელდებოდა და ახლაც გრძელდება, ან ეს არის შეწყდა. ეს არის მთავარი არსი აწმყო სრული განგრძობითი დროის. უღლება, როგორც ხედავთ, ყველაზე გრძელი დრო არის საწარმოებლად, რაც აქამდე განგვიხილავს და რისგან შედგება? შედგება სუბიექტისგან, რა თქმა უნდა, ამას დამატებული have, დამატებული been და დამატებული ზმნის ing ფორმა. I have been doing. მე ვაკეთებ. ითარგმნება ესე, მე ვაკეთებ, მაგრამ თუ მინდა ვთქვა, რომ რაღაცას 7 საათია უკვე რაც ვაკეთებ, ან 10 საათია რაც ვაკეთებ, აწმყო განუსაზღვრო დროს და ვერც ერთ სხვა აწმყოს ვერ გამოვიყენებ. აქ მთავარია, რომ რაღაცას ვაკეთებ დიდი ხანია, დავიწყე უკვე კარგი ხანია და ახლაც გრძელდება, ან ეს არის შეწყდა, მაგრამ ამ მოქმედებისგან გამოწვეული რაღაცა ჯერ ისევე აფექტი, ანუ გავლენას ახდენს ჩემზე, აი ეს დრო მჭირდება. და რა განსხვავება აწმყო სრულ დროსთან, ბარემ ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. ალბათ აწმყო სრულ დროში მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა მოქმედება დაიწყო, დასრულდა და ამ დასრულების ეფექტი არის ჩემზე აწმყოში, მაგრამ აქ მოქმედების ხანგრძლივობაზე არის მთავარი აქცენტი და მოქმედების ხანგრძლივობამ ჩემზე რა გავლენა იქონია. არა იმან რომ მოქმედება დასრულდა, არამედ ამ მოქმედების ხანგრძლივობამ ჩემზე როგორი მოქმედა. ეს არის აქ მთავარი. და მოდი დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ, გადავუხვიე და დაუბრუნდები ამის წარმოებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვხედავთ, არასოდეს არ შეიცვლება been და doing-გან. შემიძლია ვთქვა been eating, ნებისმიერი სხვა ზმნა იცვლება have-ი, ანუ I-სთან, you-სთან, we-სთან, they-სთან გვაქვს have. I have been doing, you have been doing, we have been doing, they have been doing. ნებისმიერ სხვა ზმნა შეიძლება იყოს აქ doing-ის ნაცვლად, ოღონდ ზმნას plus ing, ანუ I have been eating, I have been drinking და ასე შემდეგ. ესე იგი been უცვლელია. იცვლება მხოლოდ have-ი. His-თან, she's-თან და it-თან იქნება has-ი. ამას ვიმახსოვრებთ, ამას მე მგონი წესი აღარ უნდა უკვე უნდა შევჩვეოდით აწმყო სრულ დროში. კითხვით have-ი გადადის წინ, ან has-ი გადადის წინ, სხვა არაფერი არ იცვლება და ისე მიყვება როგორც იყო, ანუ have I been doing, have you been doing, has she been doing, დანარჩენს ხედავთ როგორ არის და უარყოფითში have-ი მიწარმოებს nots, ანუ I have not been doing, you have not been doing, she has not been doing, he has not been doing და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი აქ რა არის? Have-ი რომ აწარმოებს,
პირებს და რიცხვებს, ეს რაში გამოიხატება, იმაში რომ არის პირველ პოზიციაზე როგორც ხედავთ სუბიექტის შემდეგ და იცვლის ფორმას, ანუ გვაქვს has და უარყოფით ფორმაშიც have ან has-ი დაირთავს ამ not ნაწილაკს. დავაკვირდეთ ახლა რას? I have been doing შემოკვდება. I have ყოველთვის შემოკვდება როგორც I've been doing, you've been doing, he's been doing, she's been doing, he's been doing, we've been doing, you've been doing, they've been doing. უარყოფითში haven't ესე შემოკვდება. ანუ I haven't been doing, you haven't been doing, they haven't been doing და ასე შემდეგ. ანუ been doing უკაცრავად have not-ი და შეერწყება ერთმანეთს გამწვანებულია ის რაც ერწყმის, ასე რომ დააკვირდით კარგად და თავიდან ბოლომდე აღარ ვკითხულობ, იმიტომ რომ ერთ და იგივე წარმოთქმა აქვს ყველგან. კიდევ ერთხელ გავმეორდები, I have not been doing შემოკვდება როგორც I haven't been doing და have not, სადაც არის ეს have not-ი შეერწყმება ერთმანეთს. და კიდევ ერთხელ თეორიულად გავიაზროთ რა ხდება აწმყოს სრულ განგრძობით დროში. დადებით ფორმაში სუბიექტს ანუ I-ს ემატება have-ი ან has-ი ამ შემთხვევაში ან I გვაქვს და ანში როგორც სუბიექტი და დაემატება have I-ს და she's has, შემდეგ დაემატება been უცვლელად ყველგან და შემდეგ დაემატება verb plus ing, რაც არის ზმნის ing ფორმა, ანუ იქნებოდა reading, cooking. I've been reading, she's been cooking. უარყოფითში წინ იქნება ისევ სუბიექტი, მოყვება have ან has-ი და მოყვება not-ი. დანარჩენი უცვლელი იქნება, მაგალითად he hasn't been sleeping well, we haven't been working lately. ვაქციოთ ყურადღება რას? რომ სამი სიტყვა გვაქვს, როგორც ხედავთ, has been sleeping, რომელიც ამ დროს აწარმოებს. და ეს well ვერ გახლევთ, ვერც lately ვერ გახლევთ. ესენი ბოლოში წავიდა. ანუ ვიმახსოვრებთ ამ ფორმას ესე ერთად. და კითხვით have ან has გადავა წინ იმის მიხედვით she გვაქვს, to we გვაქვს, თუ სუბიექტად რომელი გვაქვს, ვიმახსოვრებთ იმას, რომ has იქნება she's-თან, his-თან და it-თან. Have you been studying? სწავლობ შენ უკვე დიდი ხანია, ანუ ეს იგულისხმება. Has she been crying? ტირის ის უკვე დიდი ხანია. და მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც გამოიყენება ხოლმე ამ დროსთან. ესენი არიან for the since და თუ გვეცნო აწმყოსრული დროიდან, აბსოლუტურად მართალი ხართ, ეს აწმყოსრულ დროსთანაც ხდება. როდესაც გვინდა ვთქვათ, რამდენი ხანია, რაც რაღაცა ხდება, აი for-ს ვიტყვით, მაგალითად for 2 hours, 2 საათია უკვე, for a week, ერთი კვირა არის, ან since მოყოლებული საიდანღაც, since Monday ორშაბათიდან, since 2020 2020-დან და ასე შემდეგ. რა განსხვავება იქნება კიდევ ერთხელ აწმყოსრულ დროსთან? აწმყოსრულ დროში ვამბობ მოქმედების სისრულეს, ხას უსვამ მოქმედების სისრულეს. აქ ხას უსვამ, რომ რაღაცა დაიწყო და ახლაც გრძელდება. აწმყოსრულ დროში არის, რომ მოქმედება მოხდა, დასრულდა და შედეგის ახეზე მაქვს ან აწმყოსთან კავშირი აქვს და ამ შემთხვევაში აწმყოსთან მხოლოდ კავშირი კი არ არის. გრძელდება კიდევაც ეს მოქმედება. მოქმედება არ დასრულებული. აი ამაზე მინდა რომ გავაკეთოთ აქცენტი. Lately and recently ამ ბოლო დროს ამ სიტყვებთანაც გამოიყენება all day, all morning, მთელი დღე ან მთელი დილა, ამ სიტყვებთანაც გამოიყენება და კითხვით ძალიან ხშირად შეხვდება how long. ანუ რამდენი ხანია რაც რაღაცას სწავლობ და ვნახავთ ახლა მაგალითებს. მართლწერის წესებს რაც შეეხება აწმყოსრულ განგრძობით დროში ყურადღება უნდა მივაქციოთ სმის ing ფორმას, ამაზე უკვე ვილაპარაკე აწმყო განგრძობით დროში, თუ აღარ გახსოვთ გაბრუნდით აწმყოსრულ განგრძობით ბოდიში აწმყო განგრძობით დროში და იქ ნახეთ. თორე და ახლა უცებ გადავავლოთ თვალი, მაინც აქაც ჩავსვი ესენი. Play playing გახდება, read reading, ან ნების უმრავლესობას უბრალოდ ემატება ing. Make გახდებოდა making, იმიტომ რომ იზებულობდება და ჩამოშორდება i და ისე დაემატება ing და თუ ერთმარცვლიანი თანხმოვანია და ერთმარცვლიანი არის და ბოლოვდება თანხმოვანი, ხმოვანი თანხმოვანზე, ამ შემთხვევაში ეს ბოლო თანხმოვანი გაორმაგდება და იქნება running, sitting. და მოდი გადავხედოთ მაგალითი წინადადებს და კიდევ უფრო კარგად დავინახავთ ჩემი აზრით, რა სიტუაციაში ვიყენებთ ამ დროს. მე ვსწავლობ ინგლისურს უკვე 6 თვეა, ზუსტად ეს დრო გჭირდება. I have been learning English for 6 months. ის დილიდან ტირის ვიტყოდი ესე, she has been crying since morning. ისინი ბოლო დროს არ მოდიან გაკვეთილზე ვიტყოდი, they haven't been coming to class lately. და კითხვითში ვიტყოდი, has he been working on the project? მუშაობდა ის პროექტზე?
გულისხმობ დიდი ხანი მუშაობდა, ან ბოლო დროს მუშაობდა, აღონ ეს მუშაობა არ იგულისხმება, რომ დავინახე, რომ მუშაობდა. აქ იგულისხმება, რომ დაიწყო და ეს პროცესი გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი და ან ახლაც გრძელდება, ან ეს არის, რაც შეწყდა. და მოდი აქაც ვაწარმოოთ კითხვა, ვიცი რომ ცოტა რთულია, რადგან გრძელი ფორმა არის, მაგრამ არაფერი არ არის სამკითხაო აქ. წინ გადავა have and has. კითხვით სხვა არაფერი არ იცვლება. ან თუ კი გვაქვს you have been reading, კითხვით იქნებოდა have you been reading, კითხვით სიტყვა თუ ექნებოდა დავსვამდი why, თავში ჩავსვამდი why have you been reading, what have you been reading, რას კითხულობ, ან რას კითხულობდი, what have you been doing, რას აკეთებ ამ ბოლო დროს, აი ესე დავსვამ ამ შეკითხვას, what have you been eating, რას ჭამ, why have you been running, რატომ დარბი ხარ, how long have you been learning English, რამდენი ხანია რაც ინგლისურს სწავლობ. აქაც ვიმეორებ, რომ თუ ყველაფერი არ არის გასაგები დააპაუზეთ, წაიკითხეთ ეს წინააღმდეგები, კიდევ ერთხელ მოусმინეთ თარგმანს და თუ უკვე გასაგებია, თქვენ თვითონ დაწერეთ რამდენიმე ზმნა ამ დროში და აწარმოეთ კითხვითი წინადადებები. და დავაკვირდეთ მოდი რამდენიმე წინადადებას. I've been reading for 4 hours. ისევ ვძიბარ, ისევ წიგნი მიდევს ხელში და ვამბობ, რომ 4 საათია რაც ვკითხულობ, აი ამ წინადადებას ვიტყოდი. I've been reading for 4 hours. How long have you been cooking? რამდენი ხანია რაც საჭმელს ვაკეთებ? ვუყურებ, რომ ჩემი ტარი სამზარეულოში, რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია და ბოლოს ვეკითხები, რამდენი ხანია რაც საჭმელს ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე. ამ შეკითხვას დავსვამდი. ისევ აკეთებს, ისევ იქ არის. ამიტომაც იქნებოდა აწყვო სრულ განგრძობით დროში. ან she has been running since morning. ის დარბის დილიდან. აი ეხლა უკვე შუადღეა, მაგრამ დილიდან დარბის, აი უყურებ ისევ დარბის. მოკლედ, ჩავამთავრეთ 4-ვე აწმყო დრო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მუშაობის პრინციპი არის, რომ ვიდეოს დასრულების შემდეგ თუ გააკეთეთ ჩანაწერები, ძალიან კარგია, ახლა მოიმარჯვეთ ეს ჩანაწერები, ან თქვენი მეხსიერება თუ ჩანაწერები არ გააკეთებიათ და აუცილებლად გადახედეთ quiz ჯერ. quiz-ის გაკეთების შემდეგ გადაამოწმეთ, რამდენად სწორად გაქვთ წინააღმდეგები და ამის შემდეგ გააკეთეთ დავალება და მომდევნო ვიდეოში უკვე შევაჯამებთ 4-ვე აწმყო დროს, ამიტომაც შორს არ წახვიდეთ, მიყევით თქვენს გეგმას, რომელიც მოცემულია PDF-ის დასაწყისში და მომდევნო გეგმა ჩვენი გაკვეთილის ჩვენი კურსის არის უკვე რომ გადავხედოთ 4-ვე აწმყო დროს ერთმანეთთან მიმართებაში.